ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მომდის წერილები, შენი სამოტივაციო ვიდეოები მოგვენატრაო. და მინდა რომ ასეთი ვიდეო ჩავწერო, ძალიან დიდი ხანია მაწუხებს ეს თემა, იმიტომ რომ ხშირად ვღებულობ ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მესიჯებს გულისხმობ, ვინც ტრაგედიაშია, ვინც ტრაგედია გამოიარა, ვინც ახლა ებრძვის ამ მდგომარეობას და აი 100-დან 100 შემთხვევაში მეკითხებიან როგორ შეწელი ეს. და ამიტომ გადავწყვიტე ჩავწერო ეს ვიდეო, როგორია ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ. ან საერთოდ არსებობს კი ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ. თუ ეს ვიდეო თქვენთვის და ეს თემა მძიმეა, ჯობია ეხლავე გამორთოთ უბრალოდ მინდა რომ დავეხმარო ადამიანებს, ვინც ჩემ გზას გადიან, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მდგომარეობაში, განგებმაცვია წითელი, ზოგადად არ მიყვარს არც ერთი ფერი შავის გარდა, მაგრამ ეს შავები 40 დღის შემდეგ გავიხადე. მივყვეთ აი ესე ნაბიჯ, მე მოგიყვებით, მე რა გზა გავიარე, არანაირი ტრენინგი, არანაირი რჩევა, არანაირი წიგნი არ წამიკითხავს მაგ დროს ამის თავი უბრალოდ არ გაქვს, უბრალოდ დინებას მივყვებოდი და გადარჩენის ინსტინქტს. ძალიან კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, როცა მიცვალებული სახლშია, არ ვტოვებთ ჭირის უფალს მარტო. მაგრამ არ გვაქვს ტრადიცია ჭირის უფლის ცხოვრებაში რეაბილიტაციის. პირიქით, რაც უფრო ასოციალურია ჭირის უფალი, ეს კარგ საქციელად და სწორგლოვად ითვლება. არადა არის ქვეყნები, სადაც სპეციალური პროგრამებია შექმნილი, როგორ დაბრუნდეს ადამიანი უახლოესის დაკარგვის შემდეგ იგულისხმება დედა, მამა და ძმა, შვილი რეალურ ცხოვრებაში, თავი როგორ გადაირჩინოს. ჩემი პირველი რჩევა ასე დროს იქნება, რომ იყავით ეგოისტები. ჩვენ კულტურაში ესეც ცუდ ტონად ითვლება, როცა ჭირის უფალი კი არა, ადამიანი ეგოისტურად იქცევა, ანუ ფიქრობს საკუთარ თავზე. თქვენ უნდა გადარჩეთ. ორი გზა გაქვთ, ან დარჩეთ სიკვდილში და მე შემხვედრია 20 და 30 წლის წინ, რომ მახლობლები დაკარგეს ადამიანებმა და შენთან შეხვედრის დროს მაინც მოთქვამენ და დამერწმუნეთ ეს ბევრად უფრო იოლია, ან გადარჩეთ. რას ვაკეთებთ აი სულ პირველი დღეების შემდეგ, პირველი რაც მე დამეხმარა. არ ვიცი, წარმოიდგინეთ ახლა ერთი წამი, რომ უამრავი ადამიანი ხარ გარშემორტყმული, მაშინ როცა გლოვის პირველი ეტაპია და დაკრძალვის შემდეგ შედიხარ ცარიელ სახლში. ამ დროს რამდენიმე მეგობარი გახლავს და მერე ისინიც მიდიან და რჩები მარტო. ასეთ დროს პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ახლობლებმა იციან ხოლმე, რომ აი პირში რაღაცა დამაწყნარებლებს დიდებენ. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული, ჯობია რომ მიხვიდეთ სპეციალისტთან ამ დროს, ეხლა თუ ეს თემა გეცნობათ, პირველი რაც იჩენს თავს არის უძილობა, ანუ ღამე არ გწინავს და მთელი დღის განმავლობაში, მთელ დღეს ატარებ ტირილში და ის ვინც გვერდით ყავს, ისიც რაღაცნაირად ცდილობს, რომ შეეცოდო და ამ შეცოდებას კიდე უფრო მეტი ტირილი მოსდევს და მოკლედ არ არსებობს ადამიანი. ასე ახლობლის მოწოდებული დამაწყნარებელი არ დალიოთ. წადით ნევროპათოლოგთან ან ფსიქიატრთან მეორე დღესვე აუცილებლად, რომელიც სწორად მართავს ამ პროცესს, რაც ჯანმრთელობას ეხება და დაზიანებულ ტვინის უჯრედებს გადაგირჩევთ. მეორე დაანებეთ შეკითხვების დასმას თავი, რატო დამემართა მე ეს. დაბადებაც სიცოცხლის ნაწილია და სიკვდილიც სიცოცხლის ნაწილია. მოხდა ასე. მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თქვენ უნდა გადარჩეთ და ამას უნდა მიუდგეთ ძალიან ეგოისტურად.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ ჩემი აზრით, ეხლა არ მოგეჩვენოთ ძალიან სასტიკად. უნდა თქვათ, რომ ის ცხოვრება დამთავრდა. ისეთი როგორიც იყავით მაშინ, როცა ეს ახლობელი გვერდით ყავდათ, აღარასდროს აღარ იქნებით. აღარ განმეორდება ის ემოციები, ისეთი ღიმილი აღარასდროს აღარ გექნებათ, ისეთი მზერა აღარასდროს აღარ გექნებათ. ჩათვალეთ, რომ დაკრძალვის მეორე დღე არის თქვენი თავიდან დაბადების დღე და როგორც ახალშობილმა, აი ესე ნაბიჯ უნდა ისწავლოთ სიარული. ყველა თქვენ ახლობელს, რომელიც შემოგტირით, მკაცრად უთხარით, რომ ამას თავი დაანებოს. დაანებოს თავი თქვენ შეცოდებას და რაც მთავარია, საკუთარი თავის შეცოდებას დაანებეთ თქვენ თავი. გაიხსენეთ წინა ცხოვრებაში, მე ესე ვეძახი ხოლმე, რა გიყვარდათ ყველაზე მეტად. ეხლა ძალიან სასტიკად მოგეჩვენებათ, მაგრამ მე მიყვარდა მაშინ, რახაც მიყვარს შოპინგი და თავის მოვლა. და ძალიან მალევე შოპინგზე წავედი, ფიზიკურად არ შემეძლო და გამომხვა ჩემი მეგობარი და მახსოვს იმ ადამიანების მზერა ზარაში წავედით, რომლებიც გაოცებულები მიხურებდნენ და დღემდე მაქვს შენახული, აი ეს ქურთუკი, რომელიც მაშინ იქ ვიყიდე, იმდენად პატარაა, რომ არ ვიცი, მაშინ განაირად მეტეოდა, ერთადერთი ცალი იყო დარჩენილი ზუსტად იმიტომ, რომ აი ლამის ბავშვის ზომა, ესეთი გამხდარი ვიყავი და სამაგალითოდ მაქვს ესე შენახული, რომ ვუხურო, რომ საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი. და მერე წავედი კოსმეტოლოგთან, მართლა გავაკეთე ეს. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? გაწერეთ მთელი დღე. მთელი დღე მიეცით თქვენ თავს დავალებები, რომ იყოთ ძალიან დაკავებული. თუ მუშაობთ, გადით სამსახურში და იქაც ყველა გააფრთხილეთ, რომ არ შემოგტირონ და აღარ მოგისამძიმონ. და გაიხადეთ ეს ყბადაღებული შავები, რომელიც ძალიან მოგთქმულავს, რომელიც არ დაგიბრუნებს არანაირად დაკარგულ ახლობელს, მაგრამ როცა სამგლოვია, რომ შავი გაცვია, ძალიან გთქმულავს. 40 დღე გიცვათ, მეცესა მიცვა და მე გავიხადე. ოღონდ ტანსაცმელი ყველა შავი მაქვს. ძლივს მოგწებნა ეხა ეს თეირადი, რაც ეთერში მეცვა, რა ჩამეცვა. ყველა შავი მაქვს, მაგრამ მას ვიცვამ არა, იმიტომ რომ გლოვობ, არამედ იმიტომ რომ შავი მიყვარს. თუ არ მუშაობთ, აიღეთ ესე ფურცელი და პასტა და დაავალეთ თქვენ თავს რა უნდა გააკეთოთ, რომ დღის ბოლოს იყოთ ისეთი დაღლილი, რომ აი ფიქრის თავიც არ გქონდეთ რა დაგემართათ. ეს პირველი ეტაპი მე მაგალითად ძალიან მშველოდა მოგზაურობა და ძალიან ბევრს მოგზაურობთ. ეხლა კიდე ერთი ძალიან მძიმე ამბავი რა ვუყოთ მოგონებებს, რომელიც მოდის დაბლოკეთ მოგონებები. თქვენ თავს უთხარით, რომ ეს არის თქვენ წარსული, ძალიან სასტიკ რაღაცებს ვამბობ. როცა თქვენ ამას შეძლებთ წლების შემდეგ, ეს მოგონებები არსად არ წავა, დაბრუნდება, მაგრამ როცა თქვენ ამ მოგონებების მიღებას შეძლებთ, მაშინ მიიღეთ. დანაკარგის პირველ ეტაპზე მოგონებებით ცხოვრება არის დამღუპველი. უბრალოდ დაბლოკეთ. მოვიდა, გააგდეთ ტვინიდან. ძალიან ეგოისტი გახდით. თქვენ თავს უთხარით და თქვენ ახლობლებსაც უთხარით, რომ მე უნდა გადავრჩე. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ცოცხალი ლეში იქნები. არ იფიქროთ არავითარ შემთხვევაში, რას იტყვიან სხვები. ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ გარშემო სოციუმს განსაკუთრებით რეგიონებში მოწონ ხართ, შემოუტეხავი კაბით რო დადიხართ და როგორც ადამიანი აღარ არსებობთ. განსაკუთრებით დიდი ბულინგია ქვრივების მიმართ, მაგალითად
როცა მამაკაცი დაქვრივდება და 6-7 წლის შემდეგ მოყავს მეუღლე, ეს არ აღიქმება ისეთ ცუდ ტონად, მაგრამ თუ ქვრივი ქალი ახალგაზრდათან თხოვდება, ის ძალიან დიდი ბუნიკის მსხვერპლი ხდება ხოლმე. ასე ვართ ჩვენც შვილდარი ქალებიც და საკუთარ თავზე მაქვს გავლილი ეს ყველაფერი. ასეთ დროს ეგოისტობა არ ეხავს, იფიქრეთ მხოლოდ გადარჩენაზე. რომ თქვენ უნდა გადარჩეთ, რომ თქვენ თავიდან დაიბადეთ, რომ ის ცხოვრება აღარასდროს არ დაბრუნდება, ნუ მისტირით იმ ცხოვრებას, აზრი არ აქვს ტირილს. ტირილს აქვს ერთადერთი კარგი შედეგი, როცა ძალიან დაიგვირთებით ემოციებით, რაღაცნაირად განთავისუფლებთ. და ეს არ აიკრძალოთ. ტირილი განთავისუფლებს და ეს დაგროვილი ემოცია გამოდის. მაგრამ არც ერთი წამით, აი პირველი, თავი არ გვეცოდება, ვეუბნებით ჩვენ თავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. ამ ახალ ცხოვრებაში მე ვარ სხვანაირი, პირველ ეტაპზე ბლოკავ მოგონებებს და თავარი დამავიწყდა. თუ მოხდა სიკვდილი ისეთ გარემოებებში, საკუთარი თავი არ დაანაშაულოთ, არ თქვათ, რომ აი ესე რომ ყოფილიყო, ესე არ მოხდებოდა, ანუ აი აუკრძალე ჩემ თავს, ფიქრიც კი იმაზე, რომ აი პარიში რო არ გამიშვა, იქნებ ესე არ მომხდარიყო. მოხდა და თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი გადარჩენისთვის, საგანგებოდ ჩავიცი წითელი, საგანგებოდ, იმიტომ რომ გადავრჩი, არ იფიქროთ, რომ არ მაქვს ხოლმე შავი დღეები მაქვს, ვუმკლავდები, ხანდახან მჭირდება დედაჩემის დახმარებაც, რომელმაც, მე ეს მშველის, რომელმაც იცის, რომ არაფერი არ უნდა მithქრას, არაფერი არ უნდა გამახსენოს. უბრალოდ შემგვერდით უნდა იყოს და მერე დგება თეთრი დღეებიც, დატვირთეთ თქვენი თავი უამრავი საქმით, ისე რომ ძალიან დაიღალოთ, გააფრთხილეთ თქვენი თავი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ თარიღები. ახალი წელი, მისი დაბადების დღე, თქვენი დაბადების დღე, 1 სექტემბერი, როცა სწავლა იწყება, ბოლოზარი, არ არის მნიშვნელობა. მე ახალი წელი დღემდე მიჭირს, აი წელს იყო პირველი ახალი წელი, 8 წელი გავიდა უკვე, როცა ოჯახთან ერთად შევხვდი. აი ამ 7 წლის მანძილზე მე ახალ წელს დასაძინებლო წამოს ვსვამდი და ვწვებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა. თქვენ როგორც მოგიხერხდებათ, არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორც ჩანვარ, მაგრამ თქვენ თავს უთხარით, რომ დრაკონი ხართ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ფაქტია, ცოცხალი ვარ, საქმეს ვაკეთებ, აგერ ახლა ახალი საქმე დავიწყე, მეორედ დავივადე, ასე უთხარი ჩემ თავს, ერთხელ თუ გამომივიდა, მეორედაც შევძლებ თქო. და თუ ერთ ადამიანს მაინც გამოუვიდა, გამოგივათ თქვენს. მადლობა რომ წერთ ხოლმე, რომ თქვენთვის მაგალითი ვარ, ჩემთვის რთულ დღეებში ძალიან მეხმარება ასეთი მესიჯების კითხვა. და თუ მე გამომივიდა, გამოგივათ თქვენს.